მშვიდობისა დღეს ხუთშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. შეასრულებს თუ არა მოსკოვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე მიღებული რეზოლუცია რუსული პოლიტიკის მიმართ მკაცრია. იმ შემთხვევაში თუ კრემლი თხოვნას არ გაითვალისწინებს ապრილში დაგეგმილ დებატებზე რუსეთისთვის ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი დადგება. მაშინ როცა საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში ქართული მხარის ინტერესების დაცვას ცდილობს, ოპოზიცია ხელისუფლებას წამზომს ურთავს. არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები რადიკალურ დეკლარაციას აწერენ ხელს. თუმცა კონკრეტულ მოთხოვნაზე პრეზიდენტის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე აზრი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს შორისაც ორად იყოფა. ოპოზიციის ნაწილი ულტიმატუმის ენით საუბარს ირჩევს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რადიკალური მოთხოვნების დრო წარსულს ჩაბარდა. სამპუნქტიანი დეკლარაცია და განსხვავებული არგუმენტები. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ოპოზიციის რადიკალური დეკლარაცია ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს შორის აზრი ორად იყოფა. რატომ ირჩევს ოპოზიციის ნაწილი ულტიმატუმის ენას და ვისთვისაა სამპუნქტიანი დეკლარაცია ფარატინა ქაღალდი? ჩვენ გავაერთიანოთ მილიონი ადამიანი ამ მოთხოვნის გარშემო, მერე ყველანი ერთად მივიდეთ სააკაშვილთან და ვაიძულოთ რომ გადადგეს. ჯერ ვერ ხედავ საზოგადოებრივ შეკვეთას პრეზიდენტის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, შესაბამისად ჩვენი მთავარი ამოცანა, მე მგონი დღეს სწორედ ამ შეკვეთის ჩამოყალიბება. დღეს ქვეყანაში რადიკალიზმზე მეტად მოსახლეობას სჭირდება ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სასიცოცხლო საკითხებში, როგორც არის ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, როგორც არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შეუსრულებელი მოთხოვნა თუ საერთო გეგმა, ხელისუფლებისა და ორად გაყოფილი ოპოზიციის არგუმენტები. რამდენიმე წუთში ზვია ძიძიგური, გიგი წერეთელი, ირაკლი მელაშვილი, შოთა გვენეტაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, დებატები პირველი თემის სტუდიაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ. რა სანქციები შეიძლება დაემუქროს მოსკოვს და როგორ აპირებს დასავლეთი კრემლი ვალდებულებების შესრულებაზე დაითანხმოს. სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანის დეპუტატი აცნობიერებს, რომ რუსეთთან დაკავშირებით განუწყვეტილებებია მისაღები, ვინაიდან ეს ადამიანები ვერაფერს ვერ სწავლობენ. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს დამოუკიდებლობის აღიარება ამ ქვეყნების. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. აღნიშნულია, როგორც ახალგორი და პერევი, ასევე კოდორი და ცხინვალის ირგვლივ ქართული სოფლებით. 68-68-ზე ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ხმას რომ ჩამოგვართვან და ჩვენი სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშაც რომ დააყენონ, აღიარების უკან წაღებას არ ვაპირებთ. როგორ აფასებს ქართული მხარე სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას? პირველი თემის შეკითხვებს დავით დარჩიაშვილი უპასუხებს. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, გადაცემას ვიწყებთ პირდაპირი ჩართვით სტრასბურგიდან. ჩვენი გადაცემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში საქართველოს დელეგაციის წევრი ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი უპასუხებს. ბატონ დავით, საღამომშვიდობის. მოგესალმებით. ბატონ დავით, ოქტომბრის რეზოლუციისაგან განსხვავებით პრინციპულად რა შეიცვალა ახალ რეზოლუციაში? როდესაც პირველი პროექტი ვნახეთ ახალი რეზოლუციის, იგი იმეორებდა ყველა იმ მნიშვნელოვან მოთხოვნას, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ წაუყენა რუსეთს, მაგრამ ტონი ერთგვარად შერბულებული იყო. ვთქვათ, რუსეთის მიერ ჩვენი სეპარირებული რეგიონების აღიარების უკან არ წაღებაზე გამოთქმული იყო წუხილი. მიგვაჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რუსები უკვე წარმატებაზე საუბრობდნენ და რუსული მედია, რუსული საიტები აჭრელებული იყო რუსული დელეგაციის განცხადებებით, რომ ევროპა გონს მოეგო და ასე შემდეგ. გაგრძელდა ორდღიანი, განხორციელდა ორდღიანი მნიშვნელოვანი დიპლომატიური საქმიანობა და მე მგონია, რომ მივახციეთ საკმაოდ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას. დღეს ამ რეზოლუციის ენა არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ მკაცრი. იგი იმეორებს და კატეგორიულად აღნიშნავს, რომ ის წინა რეზოლუცია 1633 მთლიანად არის ძალაში. მიუხედავად ამისა, ჩამოთვლილია პუნქტებად კიდევ განმეორებით ის მოთხოვნები, რაც რუსეთის მიმართ იყო წაყენებული და უფრო დაკონკრეტებული არის. პირველად ჩდება ევროპული, ასე ვთქვათ, საერთაშორისო დიპლომატიურ დოკუმენტებში ტერმინი ზემო აფხაზეთი, ის რომ ის ოკუპირებულია. ასევე პირველად დოკუმენტებში საუბარი არის იმაზე, რომ ოკუპირებულია და მთლიანად კონფლიქტის ზონები მოხსენიებულია არა მხოლოდ ახალგორი და პერევი, არამედ ქართული სოფლები ცხინვალის ირგვლივ.
კატეგორიულად მოეთხოვება რუსეთს სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციაში თანამშრომლობა და იმ დამატებითი სამხედრო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონებიდან, ყოფილი ზონებიდან, რომლებიც დღეს ოკუპირებულია და ეს დეკლარაცია, რეზოლუცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ სწორედ რუსეთი არის ოკუპანტი მხარე. აი ამ ძალების გაყვანაზე არის კატეგორიულად საუბარი. იმავე ოქტომბრის რეზოლუციაში აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც უკვე ვახსენეთ, ასევე იყო ჩადებული მოთხოვნა მოსკოვს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ, თუმცა ამას გავიდა რამდენიმე თვე და შედეგი რეალურად არ მოჰყოლია. რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა ამ პოლიტიკას გადახედოს და რა გარანტიები აქვს თბილის, რომ თუნდაც აპრილამდე რაიმე პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგმება? ჩვენ ილუზიები სულ არ გვაქვს. რუსეთის წარმომადგენლები იქცეოდნენ ისევე თავხედურად და აბსოლუტურად არარაციონალურად, როგორც ეს მათ ჩვევიათ და არ ამგონია, რომ ძალიან სწრაფად ეს ყველაფერი შეიცვალოს. მაგრამ ცხადი გახდა ამ ახალი რეზოლუციით, რამდენად ივსება ნელ-ნელა, ჩვენ გვინდა რომ ეს ძალიან ჩქარა მოხდეს, მაგრამ მაინც ივსება ფიალა მოთმინებისა ევროპული ერების. და ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საბოლოო ჯამში. რუსეთი თავს იგდებს იზოლაციაში. ეს პროცესია, იცით, დიპლომატიას დრო სჭირდება და ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება ის საქმე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ გასაკეთებელი არის. მაგრამ ისე ვიმეორებ, თვითონ ევროპის კავშირს აქვს ორი მექანიზმი, ან შეუჩეროს ევროპის საბჭოს, უბრალოდ ევროპის საბჭოს აქვს ორი მექანიზმი, ან შეუჩეროს ხმის უფლება მის წევრ ქვეყანას, რომელიც ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება არასრულებს, ან საერთოდ გარიცხოს ესეთი ქვეყანა ევროპის საბჭოდან. ბატონო დავით, ევროსაბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხზე იყო საუბარი რამდენიმე თვის წინაც, ოქტომბრის რეზოლუციის მიღების შემდეგ, მაშინ გვესმოდა არგუმენტები თუ არ შესრულდება რეკომენდაციები ზამთრის სესიაზევე დადგებოდა დღის წესრიგში ეს საკითხი, თუმცა ასე არ მოხდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, როგორ იყო? რეზოლუცია 1633-ში, რომელიც 2 ოქტომბერს იყო მიღებული, დაიწერა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაუბრუნდებოდა ამ საკითხის განხილვას იანვარში. სწორედ ეს შესრულდა. და დღევანდელი რეზოლუციის მოთხოვნები არის ძალიან დეტალური და საკმაოდ კატეგორიული ტონით ჩამოყალიბებული და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ამ მოთხოვნების შესრულება, არ შესრულების განხილვა მოხდება აპრილში, როდესაც გაგრძელდება იანვრის სესია. ასეთი არის აქ წესები, რომ სესიის ნახევარი ჩატარდა ეხლა და ნახევარი ჩატარდება აპრილში და თუ არაფერი არ გაკეთდა რუსეთის მხრიდან და სხვათა შორის ამ დღეებშიც დგებოდა საკითხი ესე და ის, რომ ევროპელები უფრო რადიკალურნი აღმოჩნდნენ, ვიდრე რამოდენიმე თვით ადრე, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ქართული მხარე და ჩვენი ძალიან ბევრი მეგობარი აცხადებდა, რომ ეს უკვე აღარ არის საქართველოს ოკუპირების საკითხი, ეს არის ევროპის საბჭოს დობისა და პრესტიჟის საკითხი. ბატონ დავით, მოელით თუ არა, რომ თუნდაც აპრილში შეიძლება რეალურად დადგეს დღის წესრიგში ხმის უფლების ჩამორთმევა არ ჩამორთმევის საკითხი და რამდენად იძლევა იმის საფუძველს, თუნდაც რაიმე პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის საფუძველს რუსეთის პოზიცია, რომელიც თუნდაც რუსულმა დელეგაციამ ევროსაბჭოშივე დაადასტურა კიდევ ერთხელ. რომ ისინი არ აპირებენ გადახედონ თავიანთ პოლიტიკას. თქვენ როგორ გონიათ, როდესაც ევროპის ათეულობით ერი ერთხმად ადასტურებს, რომ რუსეთმა უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია, გაიწვიოს უკან დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს თავისი ჯარები, რუსეთი გამოცხადებულია ოკუპანტ მხარედ და თუ კი რუსეთმა ეს არაფერი არ გააკეთა, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა იქნება თუ უკვე ევროპის იმ ერთა პრობლემა, რომელმაც ეს მოითხოვა რუსეთისაგან ერთხელ მეორედ უფრო კატეგორიულად და რუსეთი მაინც არ შეასრულებს, ხო? მე მგონია, რომ ესე წვეტ-წვეტად აივსება მოთმინების ფიალა და მოხდება რუსეთის იზოლაცია. მე ვერ გეტყვით, აპრილშივე მოხდება ეს თუ პროცესი გაგრძელდება, მაგრამ იცით რა, დიპლომატიის გარეშე საერთაშორისო ურთიერთობებში არაფერი არ ხდება. დიპლომატია კი არის ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომა ურთიერთობა მეგობრებთან, დაპირისპირება ოპონენტებთან და ვიტყოდი მტრებთან და ადრე თუ გვიან ეს შედეგს მოიტანს. რამდენად ახდენს ეს გავლენას, თუნდაც ის რომ გაითვალისწინა ქართული მხარის მოთხოვნები და შენიშვნები ევროსაბჭომ რუსეთის პოზიციაზე გავლენას, იმ პოზიციაზე, რომელიც როგორც ცნობილია ევროსაბჭოში არის საკმაოდ ძლიერი, თუნდაც თუ გავითვალისწინებთ დაფინანსებასაც და იმ თანხასაც, რაც ამ ორგანიზაციის დაფინანსებაში რუსეთში აქვს. მე მგონია, რომ ეს რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა ორდღიანი მუშაობის შედეგად, რომელმაც აჩვენა ევროპელთა მოთმინების დასასრული, დასაწყისი, მე ვიტყოდი, აჩვენებს, რომ მხოლოდ ფულით და ძალიან ასე ვთქვათ,
არადიპლომატიურ სიტყვას ვიხმარდი მხეპრული ურთიერთობით, რომელიც რუსეთის დელეგაციას ჰქონდა, როგორც ჩვენთან, ისე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან, შეუძლებელია ფონს გასვლა. დღეს რუსული საიტები ნახეთ და გადაამოწმეთ, საუბრობენ რუსული დიპლომატიის დამარცხებაზე. თუ კი დიპლომატიას რაიმე ფასი აქვს, მასში დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებისათვის. ბატონ დავით, და ბოლოს შეკითხვა, რამდენიც გახდა ცნობილი რეზოლუციის გამოქვეყნების შემდეგ იწყება მონიტორინგი, რამდენად შეესრულებენ ვალდებულებებსა და რეკომენდაციებს, როგორც მოსკოვი, ასევე თბილისი. რა ვალდებულებები ეკისრება ქართულ მხარეს და რამდენად მზად არის ქართული მხარე ამის შესასრულებლად? რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე ასრულებს ვალდებულებებს თითქმის ყველას, მაშინ როდესაც რუსული მხარე თითქმის არ ასრულებს. მხოლოდ უმნიშვნელო ნაბიჯები არის გადადგმული, როგორიც არის თქვათ, ტერიტორიების განაღმვა. მაგრამ ქართულ მხარეს აქვს შესასრულებელი და ამის პოლიტიკური ნამდვილად არსებობს, გააგრძელოს გამოძიება იმ შემთხვევებისა და გამოავლინოს თუ კი იყო ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ევროპელ ექსპერტებთან ერთად გააანალიზოს ჩვენი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ხომ არ ეწინააღმდეგება იგი ზოგიერთ ევროპულ სტანდარტს და მესამე მოთხოვნა ეს არის მოთხოვნა, რომ შეუერთდეს საქართველოს კლასტერული იარაღის ამკრძალავ კონვენციას. ეს არის ჩვენს მიმართ მოთხოვნები. ყველა ის დანარჩენი მოთხოვნა, რომელიც ეხება ძალის არ გამოყენებას, დევნილებზე ზრუნვას, მზაობას იმისათვის, რომ ითანამშრომლოს საერთაშორისო საგამოძიებო სტრუქტურებთან თუ საერთოდ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოს ასრულებს და ეს აღნიშნული არის და მისალმება არის გამოხატული ამ რეზოლუციაში. რუსეთი რას არ ასრულებს და რა მოთხოვნებია მის მიმართ, უკვე გითხარით. ეს არის ტერიტორიების ოკუპაცია, ჯართა რაოდენობის ზრდა საქართველოს ტერიტორიაზე, ეთნიკური წმენდის პრაქტიკულად დაკანონება და დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს რეგიონებისა. ამას გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ისეთი კატეგორიული ენით, რომელიც მე ძნელად მახსენდება სხვა დოკუმენტებში. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველი თემის შეკითხვებს სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში დავით დარჩიაშვილი პასუხობდა. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემას. მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს ჯერ საგურამოს მანიფესტში, შემდეგ კი იანვრის 17 პუნქტიან მემორანდუმში ჰქონდათ ჩამოყალიბებული, ახალ დეკლარაციაში 3 მოთხოვნა ჩადის. პირველი პრეზიდენტის გადადგომაა, მეორე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მესამე კი არჩევნებისთვის სამართლიანი გარემო შექმნა. ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები შარშანდელის მსგავსია, თუმცა ხელმომწერებს შორის ადრინდელისგან განსხვავებით სხვა ძალები არიან. რატომ არის ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი დაუყოვნებლივ არჩევნების დანიშვნა? ამ თემაზე საუბარს სტუმრებთან ერთად რამდენიმე წუთში განვაგრძობთ, დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემას ოპოზიციის მოთხოვნებზე საუბრით განვაგრძობთ. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან კონსერვატორი ზვია ძიძიგური და ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი. საღამომშვიდობის ბატონებო. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ ზვიად, უკვე გაფორმდა დეკლარაცია, რომელშიც თავისი მოთხოვნები ოპოზიციის ნაწილმა ჩამოაყალიბა 3 პუნქტად. რატომ არიან დარწმუნებულნი ეს ძალები, რომ დაუყოვნებლივ პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ასევე სწრაფად გადაჭრის ყველა იმ პრობლემას, რაც არსებობს დღეს ქვეყანაში? მივესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით თქვენ. მშვენიერი სტუდია მოგიწვიათ. პირველად ავარ და მომწონს, გილოცავთ, წარმატებებს გისურვებ და მინდა რომ უფრო კარგად იყოს საზოგადოებრივ არხზე ეს საქმე მოგვარებული. რაც შეეხება, რატომ მოაწერა ოპოზიციამ ამ დეკლარაციას ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანა დღეს დგას დიდი გამოწვევების წინაშე ამ წუთასაც, მაშინ როდესაც ეს აგვისტოს ამბები ჩავლილია, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ფათერაკები, რაც ქვეყანას თავს გადახდა, ასე იყო თუ ისე გადავიტანეთ და ამ გამოწვევებს ვერ უპასუხებს ელემენტარულად ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც მის მმართველი გუნდი. ეს ზოგადად თუ გნებავთ, უფრო დეტალებში შეგვიძლია შევიდეთ და ვთქვათ ერთი რამ. მას შემდეგ, რაც თავისი უპასუხისმგებლო პოლიტიკით და თავისი ქმედებებით მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს თვეში ჩააბარა მტერს, ასე შეიძლება ითქვას, ახალგორი, ჩააბარა დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, ფრონეს ხეობა, კოდორის ხეობა მთლიანად. ამის შემდეგ უბრალოდ ელემენტარულად მას არავითარი არც მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ იყოს ამ ქვეყნის პირველი პირი და ისევ მისი ხელმძღვანელობით ეს ქვეყანა იყოს იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც საფრთხეების წინაშეც არის. ამიტომაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ დღეს
გააფორმა ერთი შეთანხმება, რომელზედაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა დროს მივიდნენ იმ აზრამდე. თუ კი ოპოზიცია ამაზე თანხმდება, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს და დაუყოვნებლივ დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რამდენად მზად არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელს აწერენ ამ დეკლარაციას ხელისუფლება სერიოზული ოპონირება გაუწიათ ნებისმიერ იმ სფეროში, რა სფეროში, რომელი მიმართულებითაც თქვენ აკრიტიკებთ ხელისუფლების პოლიტიკას. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს უნდა გადაწყდეს არჩევნების დროს იქნება პროგრამებით ოპონირება, არჩევნების დროს იქნება საუბარი იმაზე, სამუშაო ადგილების პრობლემას, რომელი პოლიტიკური ძალა უფრო მოაგვარებს, სოციალურ თემატიკას, რომელი უფრო მოაგვარებს და ასე შემდეგ. სამი არჩევნები ჩატარდა გასულ წელს ქვეყანაში. სამი არჩევნებიდან ორი ნამდვილად ვიცი, რომ გაყალბდა. ეს 5 იანვრის არჩევნებია, სადაც სააკაშვილმა ძალით თარხნიშვილის მეშვეობით და მისი რაღაცა CSKO-ს მეშვეობით გაიფორმა გამარჯვება, რომელიც მისი არ იყო, 21 მაისის არჩევნები ასევე გაყალბებული იყო და ეს იყო გაყალბებული არჩევნები და მის შედეგებს ჩვენ რომ არ ვცნობდით, ამის გამო პარლამენტის შენობაში ითხოვთ ვადამდელ არჩევნებს გაზაფხულზე, ხომ ესეა? იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება წამოვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რამდენად მოასწრებს მომზადებას ოპოზიცია ამ არსებული საარჩევნო კანონმდებლობის მე მინდა დავარწმუნო საზოგადოებაც, ხელისუფლებაც და ყველა, ვინც ამ თემაზე ნერვიულობს, რომ მოვასწრებთ ამის ორგანიზებასაც, ჩამოყალიბებასაც, არავითარი პრობლემა აქ არ არის. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სააკაშვილი ვიდრე არის ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა არის სერიოზული საფრთხეების წინაშე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყოველი დღე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის არის კიდევ დამატებითი საფრთხეების შექმნა და გაჩენა ქვეყნისთვის. ამიტომაც ვამბობთ, რომ სააკაშვილის გადადგომა არის გარანტია იმის, რომ ჩატარდება ობიექტური არჩევნები. სხვაგვარად სააკაშვილის მმართველობის პირობებში ისევ ვანობიო მერაბიშვილი, ისევ უშიშროება, ისევ გამგებლები, ისევ სტრუქტურები ჩაატარებენ იმ არჩევნებს, ისევ დააწიოკებენ ბიზნესს, როგორც დააწიოკეს წინა არჩევნების დროს, ისევ დახარჯავენ მილიარდს, როგორც თვითონ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ბიზნესისაგან წართმეული ფულით, შემდეგ და ჩაატარებენ ასეთ არჩევნებს და არავითარი აზრი არ აქვს მიხეილ სააკაშვილის პირობებში დაუშვათ ლაპარაკობთ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებზე. ბატონო გიგი, კატეგორიული პასუხი ოპოზიციის ასევე კატეგორიულ მოთხოვნაზე ხელისუფლებისგან, როგორც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა, ასევე საზოგადოებამაც უკვე არაერთხელ მოისმინა. როდესაც 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტია უერთდება ამ სამ მოთხოვნას, რატომ არ სურს ხელისუფლებას მოისმინოს მათი არგუმენტები? ჯერთი უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციას და პოლიტიკურ პარტიებს გარანტირებული აქვს თავიანთი აზრის თავისუფლება, თავიანთი ქმედების თავისუფლება, ბუნებრივია იმ საკანონმდებლო ჩარჩოების საკონსტიტუციაში, რაც ქვეყანაში არსებობს. ჩვენ ნამდვილად ვერ დაუშლით მათ ნებისმიერი ტიპის გაერთიანებას, კონსოლიდაციას, რა დოკუმენტზეც სურთ, ბუნებრივია ხელი შეიძლება მოაწეროთ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას რა თქმა უნდა აქვს მეტი პასუხისმგებლობა ქვეყანაში, თუმცა იმაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ბედი, ამაზე ოპოზიციაც გარკვეულწილად პასუხისმგებელია, ისევე როგორც თქვა საზოგადოება თავისი მოქმედებით, თავისი აქტივობით ამა თუ იმ ფაზაში საჭირო თუ არა საჭირო. მე ხო ძალიან ბევრი რამ იყო, რადგან ბატონმა ზვიადმა აქ ისაუბრა, რა თქმა უნდა, ხო მას თავისი შეხედულება აქვს, მე ჩემი, ამიტომ ვარ ჩვენ დღეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოზიციაზე და მე მიმაჩნია და ჩემი პირადი აზრია და დარწმუნებული ვარ ალბათ ამ აზრსაც აქვს თავისი ლოგიკა და ჩემი აზრით უფრო მეტი ლოგიკაც, რომ დღეს ასეთი რადიკალიზაცია ვითარების ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი. რა შემდგომარეობს პრობლემა ხელისუფლების მოთხოვნების რადიკალური ფორმით წამოყენებაში თუ თავად მოთხოვნების შინაარსში? წამოყენებაში ნამდვილად არ არის პრობლემა. აქ ითქვა, რომ საქართველოს გაიარა ურთულესი პერიოდი. არავის არაფერი ტერიტორიები არ ჩაუბარებია, ეს იყო ძალიან მძიმე და სერიოზული ომი სამწუხაროდ, რომლის შესახებაც ადრეც კეთდებოდა გაფრთხილებაც და ჩვენ მთელი ამ პერიოდის, ასე ვთქვათ, ქვეყნის წინსვლა 3-4 წლის განმავლობაში რაც იყო ბოლოს და მე არ ამგონია ახლა ამას მხოლოდ ის ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს, ალბათ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში პროგრესი იყო, ვინც აი მხოლოდ ნეგატივისტურად არის განწყობილი. ეს თორე დამან მოიტანა ის რომ რუსეთმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ შეეჩერებინა საქართველოს განვითარება, წამოიწყო ომი და ეს იყო ძალიან მძიმე ომი და სამწუხაროდ ჩვენ ამ ომში გამარჯვებული ვერ გამოვედით, მაგრამ ეს ბრძოლა არ შეჩერებულა და ეს ბრძოლა იწარმოებს ჩვენ არც მანამდე გქონდა ტერიტორიებზე სრული კონტროლი და დღეს ამას იქით რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანაა რომ ეს კონტროლი აღდგეს, რუსეთმა შეასრულოს თავისი ის დაპირებები რა ძალიან სერიოზული ზეწოლით მან გააკეთა. აგერ მიმდინარეობს დიპლომატიური ომი, ეს არის სტრასბურგი, ეს არის ბრიუსელი, ნიუ-იორკი თუ სხვა და ჩვენ ამ დიპლომატიურ ომში უნდა გავემარჯვოთ. ამაში გავემარჯვოთ. ბოდიში რა მე დავასრულებ ძალიან რა თქმა უნდა.
ამ ომში გავიმარჯვებთ უფრო მეტი კონსოლიდაციით. ჩვენ შიგა ფრონტის გახსნა კიდევ იმ ფრონტებთან ერთად, რაც გარეთ არის და როგორც რუსეთი გვიპირისპირდება, ყველგან ასე ვთქვათ, ხდება რუსეთის მიერ ბლოკირება საქართველოს პოზიციების, თუმცა ვერ აღწევენ ამას მაინც. აი სტრასბურგი იყო, მე ვფიქრობ ამის მაგალითი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი იქნება მეტი გაგება ვითარების, ცოტა მოთმენა, ჩემი აზრით, ოპოზიციის მხრიდან და ხა ნუ ვიტყვით, რომ აქ ყველას ისეთი გულსფელი პოზიცია აქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით არ ხალხს არის ოპოზიციაში. ნამდვილად ძალიან პატრიოტი ხალხი არის, ხალხი რომელსაც უბრალოდ უნდა იყოს პრეზიდენტი ოპოზიციის ძალიან დიდმა ნაწილმა, რომლებიც ითხოვებიან დღეს ამ მოთხოვნას ომის პერიოდში გამოაცხადეს ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი. სწორედ ომი და მისი შედეგებია ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ოპოზიცია წამოაყენა თავისი მოთხოვნა და ისინი ითხოვენ, რომ მართლაც საჭიროა გადაიხედოს ის აქვს თუ არა ხელისუფლებას რეალურად ხალხისგან დობის მანდატი ომის შემდეგ. კარგით, მოდით ასე ვთქვათ, რაც არის კარგი ნაბიჯი, როგორც ხელისუფლებამ უნდა თქვას და აღნიშნოს ოპოზიციის ვთქვათ გონერული ნაბიჯი. ასევე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციამაც უნდა აღნიშნოს ის თუ რაიმეს, ასე ვთქვათ, სასიკეთოს აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები დღეს ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში. ქვეყნის გარეთ ძალიან დიდი საფრთხეებია მოსალოდნელი სოციალური პრობლემატიკა, რაზეც აქ იყო საუბარი, უმუშევრობა, ბევრი სხვა რამ. აი ამას უნდა უპასუხოთ. ეს არის ახლა ჩვენთვის თავარი ამოცანა და არა ის, რომ ადამიანური და ფინანსური რესურსები ძალიან დიდი თანხებით ერთ ახლა მილიარდი რა თქმა უნდა არის ხარჯება არჩევნებზე, მაგრამ თავისი მნიშვნელობით შესაძლებელია ამ საარჩევნო რყევებმა მოიტანოს ძალიან სერიოზული, შეიძლება მართლაც ღირებულება მისი იყოს ძალიან დიდი, იმიტომ რომ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ გარკვეული პერიოდით ბუნებრივია ეკონომიკური აქტივობები იკლებს, არის ყოყმანი, არის ეჭვი, რა იქნება, როგორ განვითარდება, ეს ძალიან სერიოზულად მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენ როგორც ადრე ვამბობდით გაზაფხულზე, რომ რუსეთის არჩევნებია, ბევრი საფრთხეები შეიძლება იყოს, პროვოკაციები და მაინც მოხდა, ვთქვათ, ესკალაცია ვითარების. ხა მე არ მინდა იმ ძველ მოვლენებს დაუბრუნდე, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ არავის არ შეშინებია მაშინ არჩევნები და დაინიშნა არჩევნები, როგორც საპრეზიდენტო, ასე საპარლამენტო. ხლა ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს გაყალბებულია, თუ ჩვენ ამ კულტურის, ამ სტანდარტის დამკვიდრება დავიწყეთ, სულ ასე იქნება. ვთქვათ, პირობითად თეორიულად გაიმარჯვა ოპოზიციამ და ოპოზიციურმა ძალამ. მაშინ თუ კი ასე სტანდარტზე ვეწყობით, მუდმივად ითქმება, რომ გაყალბდა ეს არჩევნები, ეს გარჩევნებიც არასწორი იყო და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, უნდა იყოს მეტი კონსტრუქციულობა, უნდა იყოს ხა ოპოზიციაც არ არის ხო ამაში ერთიანი, არის რაღაც სხვა ხედვებიც, არის სხვა რატომ არ იღებს ოპოზიცია იმ არგუმენტებს, რა არგუმენტებით შესაძლოა საფრთხეები არასტაბილურობაზე აქვს ხელისუფლებას. ვღებულობთ, რომ არის შესაძლო საფრთხეები და სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს. სააკაშვილი ამ საფრთხეებს ვერ უპასუხებს. რაც შეეხება იმას, რასაც ბატონი გიგი ბრძანებს, რომ ოპოზიციის ერთ ნაწილს უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, ზოგს პრეზიდენტობა უნდა, ზოგს ის უნდა ერთი. თქვენ ხართ მაგალითი ბატონი გიგი, რომელიც სულ ხელისუფლებაში ხართ და თქვენგან ახლა ხელის გაშვერა ოპოზიციაზე, რომელსაც უნდა დაუშვათ ხელისუფლებაში ყოფნა, ცოტათი არ არის დელიკატური საკითხი. მე მაგალითად არ შევედი პარლამენტში პროტესტის ნიშნად, იმ პროტესტის ნიშნად, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა ბატონ გიგის რომ უნდა რომ ობიექტურად წარმოაჩინოს ეს არჩევნები არ არის ესე. არც საპარლამენტო, არც ნუღელავ ბატონ გიგი. არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დასკვნა გაკეთებული იმ ორგანიზაციების მიერ, რომელიც არის კომპეტენტური ყველაზე უფრო მეტად ამ საკითხში არ იყო შეფასებული როგორც ნორმალური არჩევნები. რაც შეეხება იმას, რომ ომი იყო. დიდი ბოდიში რა, ახლა ბატონი გიგი საუბრობს, რომ ახლა ჩვენ იცით სხვა პრობლემები გვაქვს და მოდი ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ვინ შეგვიქმნა ჩვენ ეს პრობლემები? ვინ შექმნა ეს ეკონომიკური ტიპის პრობლემები? პენსიონერსო პენსია არ აქვს, სამუშაო ადგილი რომ არ არის, დევნილები რო ყავს კიდე 50,000, ჩვენი ჯარი თურმე კარგი რო იყო 4 წლის პრობლემებზე რა პრობლემებს ხედავ? გვახვევდით ამას და ეს ჯარი რო აღმოჩნდა ფუტურო ადგილი მთლიანად, თავის თავარსარდლიან ყველაფრიანად. ვინ შექმნა ბატონო გიგი ეს პრობლემები? ეს შექმენი თქვენ იმ გუნდმა, რომელიც ამბობს, რომ მოდი ახლა კიდე ვითანამშრომლოთ, მოდი ერთად ვიყოთ, თქვენ მოითმინეთ კონსტრუქციულები იყავით და ჩვენ კიდე ვიქნებით და ვიქნებით. ვერ იქნებით ბატონო. მე არ შემიძლია, მე არ უპასუხებ. ბატონო გიგი, რამდენიმე წუთში აუცილებლად ძალიან მოკლედ ჩვენ პირდაპირ ჩართვა გვაქვს. სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება არის მოსახლეობაში, სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება ოპოზიციურ სპექტრში. ეხლა თვითონ სააკაშვილიც ქილიკით ლაპარაკობს, არ იქნება არავითარი არჩევნები, არავის განსხვავებული დამოკიდებულება. ბატონ ზვიად, თუ შეიძლება ჩვენ კიდევ სამი სტუმარი უნდა გყავდეს პირდაპირ ჩართვა და რამდენიმე წუთში ძალიან მოკლედ. მოусმენთ, იმათაც მოусმენთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ
მიხეილ სააკაშვილი შარშანაც 2007 წელსაც ასე აგდებით ლაპარაკობდა, ოპოზიციამ რაღაცას ხელი მოაწერა, ოპოზიციას ასე უნდა, ახლა რამდენიმე კაცის პრობლემაა და მე ამ პრობლემას, მაგრამ მე როცა ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, სრულიად სხვაგვარ ენაზე და სხვაგვარ ტონალობაზე ამაზე აუცილებლად ამიტომ ეს ასე არ არის. ეხლა ეს გაღიმებული სახეებით რო პასუხობენ, ეს ასე არ იქნება, ეს რადი ჩვენ ახლა კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ. რა კონსტრუქციულები უნდა ვიყოთ? კონსტრუქციულებიც ვიყავით, მშვიდადაც გიყურებდით, საქმე ლაპარაკის ნაცვლად იძახოთ და თქვენი საქმე აგერ მივიღეთ და ვნახეთ. ბატონ გიგისაც უნდა მივცეთ კომენტარის საშუალება. რა თქმა უნდა, რთულია ომზე საუბარი და მის ბატონ გიგი, აუცილებლად მოგეცემათ პირდაპირ ჩართვა გვაქვს. მაშინ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ გველოდება ირაკლი მელაშვილი, რომელმაც ასე უნდა უპასუხოს ჩვენ შეკითხვებს. ჩვენ არ ვერიდებით დებატებს და ყველა თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ახლა მე ამას ესე გამოსროლ რაღაც ფრაზებს რომ თქვენ ხელისუფლებაში ხართ, მინდა ბატონ ზვიად შევახსენო რომ ოპოზიციაშიც გახდით, თქვენც იყავით ხელისუფლებაში და 4 წლის წინ თქვენ იყავით ჩემზე გულმხურვალი მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილი სხვათა შორის. ახლა არ გვინდა ამაზე საუბარი. მოდით ესე ვთქვათ. რაზეც დღეს საუბრობდა ბატონი ზვიად. ახლა თუ გინდა ჩამოთვალოთ ჩვენ რას მივახციეთ, როგორ წავიდა ქვეყანა წინ, ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება და რატომ გსჯის რუსეთი და როგორ უნდა გაეძლო მე ძალიან გთხოვთ ნუ მივაყენოთ ახლა შეურაცხყოფას იმ ჯარისკაცებს რომლებიც რუსეთის ჯარს ვერავინ ვერ გაუძლებს ჯარისკაცს არ ვაყენებ შეურაცხყოფას მის თავარსარდალს და მის სარდლებს კისრის ტეხით გამორბოდნენ ომის ველიდან არა აი თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ ბატონებო ის ჯარისკაცები უპატრონო და გამოიქცნენ კისრის ტეხით აი იმათ კი მივაყენებ შეურაცხყოფას ბატონო გიგი თქვენ ახსენეთ კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობა ოპოზიციასთან რამდენად არის რეალური შესაძლებლობა რამდენიმე წუთში ბატონო გიგი თუ შეიძლება პირდაპირ ჩართვა გვაქვს ეროვნული ფორუმის ლიდერი ირაკლი მელაშვილი პასუხობს პირველი თემის შეკითხვებს ბატონო გიგი თუ შეიძლება ბატონო ირაკლი საღამომშვიდობის თქვენი პოლიტიკური ძალა იყო ერთ-ერთი ვინც არ შეუერთდა ოპოზიციის ნაწილის ამ დეკლარაციას რა მიზეზით პირველ რიგში მინდა მივესალმო ზვიადს მივესალმო მაყურებელს აქ ითქვა რომ ოპოზიციაში სხვადასხვა ხედვები არსებობს თუმცა სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით გარწმუნებთ არანაირი განსხვავებული ხედვა გარდა იმისა რომ სააკაშვილი უნდა მოშორდეს ამ ხელისუფლებას იმ ძალებში რომ ესაც პოლიტიკური ოპოზიცია ქვია არ არსებობს რა შეეხება დღევანდელ ჩვენს ხელის არ მოწერას ჩვენ შევხვდით არაერთი კონსულტაცია ჰქონდა ჩვენს მეგობრებთან და ჩვენი პოზიცია არის უბრალოდ ძალიან მარტივი ჩვენ არაერთ პირ მოგვიწერია როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს გავს განცხადებებზე ხელი მიგვაჩნია ჩვენ რომ ეს არის უკვე განვლილი ეტაპი და ჩვენი ამოცანა ახლა არის რომ საზოგადოებას შევთავაზოთ გზა იმისა თუ როგორ უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ეს ხალხი და მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია რომ უპრიანი იქნებოდა რომ ოპოზიცია ამ ნაბიჯებზე შეთანხმებულიყო და მერე დაეფიქსირებინა ერთობლივი ხელმოწერა გარდა ამისა არსებობს საკითხი რომელიც ჩვენის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია კერძოდ ის რომ თუ წერთ ყველანი და ხელს ვაწერთ იმას რომ ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის გადადგომას და მერე შემდეგ რიგარეში არჩევნებს რა იქნება მაშინ თუ პრეზიდენტმა ასე ვთქვათ მორიგი თავისი ნაბიჯი გადადგა და თავისი პრეზიდენტობის პირობებში ოპოზიციას თავის განსარჩენად საპარლამენტო არჩევნების შესთავაზა. აი ამ საკითხებზე ჩვენ ვერ მივიღეთ სამწუხაროდ პასუხი რომ ყველა ოპოზიციური პარტია ამ შემთხვევაში უარს იტყოდა პრეზიდენტის წესებით თამაშს. თქვენ პირადად არ მეიღებდით მონაწილეობას. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ მიგვაჩნია რომ არანაირი აზრი დღეს ამას უკაცრავად დავამთავრებინოთ თუ შეიძლება. მე მიმაჩნია რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო, ყველა ამ მოთხოვნას ერთად ვიზიარებთ, უბრალოდ ჩვენ მიგვაჩნია და ამაში ვარ ძალიან ღრმად დარწმუნებული, რომ საჭიროა ძალიან დიდი შეთანხმება იმ ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას ოპოზიციამ, ტაქტიკური შეთანხმება, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ იგივე საფრთხის წინაშე, რა საფრთხის წინაშეც რაც საფრთხეც და რა შეცდომას დაუშვა ოპოზიციამ თავის დროზე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით თითქოს შეთანხმებული, მაგრამ როდესაც გადამწყვეტი მომენტები მოვიდა, ოპოზიცია დაიქსაქს. აი ამ დაქსაქსის თავიდან რასაც მოაწერეს ხელი დეკლარაციას, იჩქარეს თუ მათ არ აქვთ ხედვა, რეალური ხედვა, იმისათვის როგორ უნდა განვითარდეს. მე ძალიან კარგად ვიცნობ ყველა მათგან და ჩემი მეგობრები არიან, ვინც ამას ხელი მოაწერა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
პოლიტიკაში ყველაფერი უნდა იყოს ძალიან კაფეოდ გაწერილი. თუ ჩვენ ვიღებთ ერთად პასუხისმგებლობას რაღაცას და ერთობლივი ხელმოწერა, ჩვენთვის ამას ნიშნავს, ეს ნიშნავს ახალ იმედს საზოგადოების იმაზე, რომ ოპოზიცია გაერთიანდა სააკაშვილის წინააღმდეგ, ამას უნდა ახლდეს ძალიან კაფეო გეგმა მოქმედებების და შეთანხმება იმაზე, თუ ძირითად ტაქტიკურ საკითხებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაგვემართოს იგივე, რაც მოხდა იანვარში, რაც მოხდა მერე მაისში, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში წავიდა, მეორე ნაწილმა ვარი განაცხადეთ პარლამენტში შესვლაზე. ამიტომ ძირითად ტაქტიკური შეცდომა თუ რა? ამაზე უამრავჯერ არის ნათქვამი, ჩვენი აზრი გვაქვს, ვიღაცა სხვა აზრი აქვს, ამიტომ ასეთ განხეთქილებას რო ადგილი არ გქონდეს, ჩვენი აზრი არის ასეთი, რომ სანამ ხელს მოვაწერთ რაიმე დოკუმენტს, რო ერთობლივად ვიბრძვით, ხო, ჯერ უნდა შევთანხმდეთ იმ პრინციპებზე, თუ როგორ ვიბრძვით, რის მიღწევას ვცდილობთ და როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. დანარჩენი ნებისმიერ შემთხვევაში მე ზვიადიც, ლევან გაჩეჩილაძეც, დათო გამყველიძეც, დათო უსუპაშვილიც, ჩვენ ყველანი ამ იდეის მომხრე ვარ და ამისათვის ვიბრძვით. მაგრამ ჩვენ მოვაწერეთ ხელი საგურამოს მანიფესტს 17 იანვარს კიდევ მეორე დოკუმენტს არ შესრულდა ეს არაფერი და მე ვფიქრობ, რომ დეკლარაციებიდან და სურვილებიდან, რომელიც ოპოზიციიდან არის გაცხადებული ეს დოკუმენტი, კიდევ ერთი განაცხადი არის, ხო, რომ ეს არის ჩვენი სურვილი, რომ გადავაყენოთ. სააკაშვილი არ გადადგება, შეხედეთ ახლა გიგი წერეთს, სადმე გადამდგომს გავს ეგ კაცი, ან მისი პატრონი. გადადგომას ესენი არ აპირებენ, ესენი უნდა გავაძევოთ მაგ შენობებიდან. და აი ამაზე თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, ჯერ ამაზე უნდა შევთანხმდეთ და მე ვფიქრობ, რომ ერთობლივად შეიძლება ნებისმიერ დოკუმენტზე მოდით მაშინ დავკონკრეტდეთ იქნება ბატონო ერაკლი, როგორ მარტივ მე მირჩევნია დღეს ხმაში გარიგება, მკაში გარიგება. ესმის ჩემი? ესმის მე ძალიან გთხოვ ირაკლი რა, მოდი კონკრეტულად უფრო კორექტულები ვიყოთ. კორექტულობა ბატონო პატრონები პატრონები ყველა მოვიკითხოთ ერთმანეთის კორექტულები იმ ადამიანების მიმართ მე მგონი შენთან დამოკიდებულება არაკორექტულად არასდროს არ ქონია და მე ძალიან გთხოვ რომ ასევე გააკეთო შენც უკაცრავად თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას რომელიც ჩემი პარტიის 18 წლის გოგონას აღჭობდა საბელი გადაწყვეტს 18 წლის გოგონას საბელით აღჭობდა შენი პოლიტიკური ძალა ჩემი პარტიის წევრებს და კიდევ უამრავ ადამიანს ატარებდა. ამიტომ კორექტული ქმედებაში უნდა ყოფილიყო ხელისუფლება. და იგი არ ვაპირებ შენთან კამათს. ბატონო ირაკლი, რა გზით უნდა მიაღწიოს ოპოზიციამ ამ შედეგს? ამის დაობაზე უახლოეს დღეებში ჩვენ შევთავაზებთ ოპოზიცია ჩვენს გეგმას, შევთავაზებთ საზოგადოებასაც. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ შეკითხოს პირდაპირ ეთერში ირაკლი. ეხლებაზე ცოტა ზედმეტია ჯერჯერობით საუბარი. დიდი მადლობა. ირაკლი მელაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, ბატონ გიგი. ზად არ ახართ იმისათვის, რომ რაიმე გაწყვეტილება მიიღოთ სერიოზული, ამას პირდაპირ ვამბობ და ქვეყანას გაუწყვეთ. აი ხა ეს ხალხი მის ლაპარაკობს. მე ასე მგონია, ხა როგორც მაგონია. ბატონო ირაკლი ვერ გასცემთ ჩვენ რაღაცას ვერ ვაკეთებ, კარგად ასე მგონია ჩვენ. იმიტომ რომ ის აღარ არის პირდაპირ ეთერში. ბატონ ზვიად. გადაწყვეტოს არჩევნებმა. რამდენად არის თანხვედრა იმაზე თუ რა გზა უნდა აერჩიოს ოპოზიციამ ამ მიზნის შესასრულებლად? პირველ რიგში მინდა დავადასტურო ის, რომ როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფორუმმა, ლეიბორისტებმა, კიდე შეიძლება რომელიმე სხვა ან პერსონამ, ან პოლიტიკურმა ძალამ ხელი არ მოაწერა დღეს დეკლარაციას, მაგრამ იმის გამო არა, რომ დეკლარაციაში ჩამოყალიბებულ პუნქტებს არ ეთანხმება. არის სხვა, აი ფორუმს მაგალითად უფრო რადიკალური გეგმები აქვს, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციას და ამიტომ თქვენ თვითონ მოусმინეთ ეხლა, რომ მას აქვს, ესე იგი, რადიკალური გეგმები, სამოქმედო გეგმის წერა უნდა უფრო მეტად შეთანხმება ჭირდება რაღაც პოზიციების და თვითონ განაცხადა ამ შესახებ. რაც შეეხება რადიკალური რაფორმაც თქვენი მოთხოვნა დეკლარაციაში. რა თქმა უნდა რადიკალურია, მაგრამ იმ ადამიანებს აქვს თავიანთ განსხვავებული ტაქტიკური მოსაზრებები. ამის გამო ტაქტიკური მოსაზრების გამო არ მოაწერა ხელი და არა იმიტომ რომ ოპოზიციაში არის აიმე ტიპის განხეთქილება. იგივე განაცხადა დღეს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობამაც და მე ვისაც არ მოუწერია ხე მე რა კომენტარებიც მოვისმინე ყოველ შემთხვევაში ის ოპოზიცია რომელიც რომელსაც ოპოზიცია თვლის ხალხი, ის ოპოზიცია აწევს. ბატონ ზვიად, ბატონმა ირაკლიმ გაიხსენა და ჩვენც გავიხსენეთ საუბრის დასაწყისში ლეიბორისტების მეტეხის დებულება, შემდგომ საგურამოს მანიფესტი ეროვნული საბჭოს, შემდეგ გასული წლის იანვარში, სწორედ ამ დროს იანვრის ბოლოს გამოქვეყნებული 17 პუნქტიანი მემორანდუმი. მაშინ ფაქტობრივად ძირითადი მოთხოვნები, რაც თქვენ გქონდათ წამოყენებული ხელისუფლების მიმართ, არ შესრულებულა. რატომ ირჩევთ დღეს ასევე დეკლარაციების და ასევე მემორანდუმების და რამდენიმე პუნქტის
სახით საუბრის გზას. გათვალისწინებით იმისა, რაც ხდებოდა შარშა მთელი წლის განმავლობაში. ხშირად გვაგონებენ, რომ აი თქვენ ისევ ძველს იმეორებთ და თქვენ ესე იგი ასე ვერაფერს ვერ მიაღწევთ, ვერ შარშან ვერ მიაღწევთ, ვერ წელს ვერ მიაღწევთ და ასე შემდეგ. ამას გვაგონებენ, ну ახლა თქვენც რო დავსვით ეს კითხვა, ამ კითხვას აქ არსებობს უფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება სვამს ძირითადად ასეთ შეკითხვებს და უნდა გიპასუხოთ ამაზე. რატომ თქვენს მხარდამჭერებსაც უჩნდებათ იგივე შეკითხვა ბატონო ზვიად? არის შენს ქვეყანაში მას ერთხელ რომ შეებრძოლები და უშუალოდ არ გამოვიდა არაფერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორედ არ გააკეთო არაფერი და დამორჩილდა შეეგუო იმ მდგომარეობას, რომელიც არის. ფორმა რა, ერთიანობაზე უკეთესი ფორმა არ არსებობს დედამიწის ზურგზე და ყოველთვის რაც საქართველოს ისტორია არსებობს, როცა ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ხდებოდა გაერთიანება. ისევ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი, იზალები, რომლებიც ასევე ხელს აწერენ ამ დეკლარაციას, ჩვენსავე ეთერში საუბრობენ, რომ არ არის საუბარი ოპოზიციის გაერთიანებას, ეს არის ერთიანი მოთხოვნის შეჯერებაზე. გაერთიანების ფორმებზეა ლაპარაკი. გაერთიანება მოთხოვნის ირგვლივ დღეს დაფიქსირდა და ეს მოთხოვნა არის სააკაშვილის გადადგომა. ეს არ არის ერთპარტიული ერთობა, ეს არ არის ორგანიზაციული ერთობა, მაგრამ ეს არის მოთხოვნა, კოორდინაცია მოთხოვნის ირგვლივ, ფოკუსირება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ თავისი ქმედებების ამოთხოვნის ირგვლივ და ასე კოორდინირებულად საქმეს ბოლომდე მიყვანა. ეს არის რაც არის ტაქტიკა დღეს არჩეული და ის რომ ახლა საერთო დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, მე გარწმუნებთ რომ შეიძლება მომავალ წელსაც კოორდინაციაზე საუბრობთ, განიხილავთ იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ხელისუფლებას ესაუბროთ რაიმე პოზიციის შეჯერებას და სადავო საკითხების გადაწყვეტაზე. ოპოზიცია ერთმანეთში? არა, ხელისუფლებასთან. ხელისუფლებასთან რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზეც ვისაუბრეთ, არაფერზე. ჩვენ კონსერვატიულ პარტიას თავიდან არ ქონდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. ჩვენ ქონდა მოთხოვნები, რომელიც იყო ძალიან რეალური, ძალიან ნორმალური მოთხოვნები, ეხებოდა მედია თავისუფლებას, ეხებოდა პოლიტპატიმრებს, ეხებოდა ესე იგი საარჩევნო კოდექსს და კანონს და ასე შემდეგ. და ხედავთ, რომ მუდმივად დროის გაწევა, მუდმივად იგნორირება, მუდმივად ცინიზმი, მუდმივად აგდებული დამოკიდებულება. ხელისუფლება თუ არის მზად წავიდეს რაიმე კომპრომისზე და ესაუბროს ოპოზიციურ ძალებს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ვინმეს ახლა ცინიკურად ეპყრობა. ყოველ შემთხვევაში ხა შეიძლება ვინმე ამას ინდივიდუალურად ისე კარგად ვერ აკეთებს, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ვხედავთ აგერ ამ პერიოდის განმავლობაში არასოდეს ოპოზიციასთან ასეთი დამოკიდებულება. მე ხა კარგა ხანია ვარ პარლამენტში და მე არ მახსოვს ხოთი შორის ოპოზიციას აქვს დღეს პარლამენტში საკმაოდ ვერ კეთ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებაში. ოპოზიცია დღეს ხელმძღვანელობს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას ოპოზიციაში. შესაძლებლობას გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილების მიღება სპიკერატში მათ ყავთ წარმომადგენლობა, არაერთი და ორი სხვათა შორის. ყველა კომიტეტში ყავთ ხელმძღვანელი თანამდებობები, ორ კომისიას ხელმძღვანელობს ოპოზიციის ლიდერები, ერთს ესე იგი ანტიკრიზისულ კომისიას, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად წარმომადგენლებთან ერთად ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს, სხვა თანამდებობის პირებს, იბარებენ მინისტრებს, იღებენ სხვა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ, სვამენ ძალიან ბევრ საკითხს, სხვა შორის ბატონმა ზვიადმა რამდენიმე საკითხი ახსენა, ეს მედია თავისუფლება არის თუ პატიმრების საკითხი თუ სხვა საკითხი და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ისეთი, რომელიც ოპოზიციამაც ასე ვთქვათ, მისი ინიციირებითაც იყო და მის ხელი შეწყო. მე ვფიქრობ, ეს არის ნორმალური პროცესი. ძალიან სამწუხაროა, როცა ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორი სტანდარტის დამკვიდრება გვინდა დღეს. აი ამით, აი ესეთი მოქმედებით, იმიტომ რომ ჩვენ რა გვინდა, რომ მუდმივად ეს ციკლი მეორდებოდა, ეს რომ მუდმივად პარტია არ ცნობდეს, თქვათ, ოპოზიციური გაერთიანება არ ცნობდეს მომავალი არჩევნების თუ მომავალი პრეზიდენტის თუ მთავრობის ლეგიტიმურობას, მუდმივად იყოს ზახილი რომ არჩევნები გაყალბებთ, ბატონო გიგი იმდენჯერ. მე არ შემიწევდებია ზუსტად. გაყალბებთ იმდენჯერ არის გაყალბებული არჩევნები მოხდი მაშინ შენც ამ ხელისუფლებაში, როცა მოხდი. ამიტომ როცა აგირჩიეს მაშინ ამას ამტკიცებ? როდის იმ გაყალბებულ არჩევნებს გადაყვა ის ხელისუფლება. გადაყვა ის ხელისუფლება. შევანაც ხელისუფლება გადაყვა ის გაყალბებულ არჩევნებს და ვერ გადაგაყოლეთ ეს არის ჩვენი შეცდომა. ძალიან დიდი ეცუთით რა. სათქმელი თქვი, მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს. სხვათა შორის ახლა ხა ზვიაძიძიგური რო ამბობს ამას და კიდე რაღაც გარკვეული ნაწილი შეიძლება მათი მხარდაჭერების ეს არ ანიშნავს. უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ყველა დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეს იქნება ამერიკის კონგრესის რეზოლუციები, ეს არის ევროპული რეზოლუციები თუ სხვა იქ ყველგან არის მოხსენებული ომის შემდგომ ყველა დოკუმენტში, რომ ეს არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც გადაგდებაც უნდა და რუსეთს ამომით ერთ-ერთი მიზანი ეს იყო სხვათა შორის. ყველა დოკუმენტში, ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში რა. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ასეთ მხარდაჭერას არ უცხადებენ, არც ევროპა, არც ამერიკის შეერთებული შტატები. მე ძალიან წყვის ასე არალეგიტიმური. 4 მილიარდ ნახევრიან დახმარებას არ აძლევენ.
მასთან არაფორმებენ სახელმწიფოების ხარდაჭერა, მაგრამ რამდენად აქვს ხელისუფლებას და მეორე კიდე მინდა ხელისუფლებას რეალური მხარდაჭერა ხალხისგან. მინდა ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი შემოვიტანო, რომელიც იქნება ალბათ და არის თემა, როცა არჩევნებზე დგას საკითხი. ეხლა ზუსტად, ეხლა მე ნამდვილად არ მინდა ვთქვა, რომ სიტყვით ოპოზიციის თქვა გარკვეული ნაწილი, ეხლა ასეთი მექნება საუბარი იმეორებს ზუსტად იმას დაახლოებით, რა სცენარსაც გვთავაზობენ თქვა დღეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ან რუსი პოლიტიკა, ხო არა ეს თემაა, რომელიც თემაა, რომელზეც არის ლაბორატორიის შემდეგ ფიგურირება თქვენ დოკუმენტურ ფილმებში. ზიად არა, ძალიან დიდი ბოდიში რა. მოდით რამდენიმე პუნქტი ვთქვა. ამბობენ რომ სააკაშვილი არ უნდა იყოს ამ ხურის პრეზიდენტი. ამბობთ. ამბობენ რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ადრე და ესე ხელისუფლება უნდა წავიდეს, ამბობთ. აბა ეხლა ის მე კი აფერი არ მეთქვა. ბატონ გიგინი. ამბობენ რომ საქართველოს არ უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად, ეხლა შეიძლება ამას არ ამბობთ, რომ რუსეთის გარეშე არ უნდა განვითარდეს, მაგრამ ამაში ხო ემთხვევა ეს მოსაზრებები. როცა გარე ესეთი საფრთხე გაქვს, ტერიგიტებს, ტელეამბავი გაქვს. თუ შეიძლება. მოდი რა, პირდაპირ ჩართვა. კიდევ ერთი ისევ გავაგრძელებ საუბარს ბატონო. უგოჯობე, გარშემოებში ბატონო. მე არ მითქვი აგენტი. რუსები და რუსების დაკვეთები ასრულებთ თქვენ, ესე იგი. ჩვენ ვართ რუსების აგენტები და თქვენ, თქვენი ბენდუქიძეები, თქვენი ვაშაძეები, თქვენი ენერგიის გადაცემით, ენერგეტიკული ობიექტების გადაცემით. ბატონო ზუიად, ბატონო გიგი, ბაპატის ძალიან გთხოვ. კარგი რა და ეგეთი ჟესტიკულაცია ბატონო ზუიად, ძალიან გთხოვ. ძალიან ბატონო, თუ შეიძლება, ბატონო ზუიად და ბატონო გიგი, თუ შეიძლება. ჩვენ კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა გვაქვს, რამდენიმე წუთში გავაგრძელებთ საუბარს. ბატონო გიგი, არა, ეს ბატონო ზუიად, თუ შეიძლება. რუსებს თუ ვინმე აწყობს ხელისუფლებაში, დღეს თქვენ აწყობთ, თქვენ გაუკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლება და ბატონო გიგი, რუსეთის თემაზეც აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, ძალიან საინტერესოა ბატონო ზუიად. ბატონო ზუიად, აღიარებინეთ ის ტერიტორიები, ბატონო ზუიად, თუ შეიძლება მიკროფონს გამორთავ, ბატონებო, ძალიან გთხოვთ, განვაგრძობთ რამდენიმე პარტიის საუბარს. პირდაპირ ჩართვა გვაქვს საქართველოს დემოკრატიული პარტიის წევრი, საქართველოს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, ბატონო გიგი. მოდი რა გეუბნები. ბატონო გიგი, ძალიან გთხოვთ, მოგვეცით საშუალება, რომ კიდევ ერთი სტუმარი უნდა გყავდეს და დაუსვათ მას შეკითხვები. ბატონო გიგი, ბატონო ზუიად. მე არ მითქვა 7 ნოემბერში გითხარით რომ რუსეთს ასეთი გია ცაგარეიშვილის ჩართვა გვაქვს. ველოდება ბატონო გია 1 წუთით. რუსეთის თემაზეც აუცილებლად განვაგრძობთ საუბარს. გია ცაგარეიშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში, ისე უბრუნდებით ოპოზიციის დეკლარაციას. ბატონ გია, საღამოშვიდობის. გამარჯობათ. თქვენ დღეს საუბრობდით კომუნიკაციის პრობლემაზე, რომ თქვენ არ გაცნობი ხართ კარგად იმ დოკუმენტს, რასაც მოაწერეს ხელი არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა. გაეცანით თუ არა მას და რას ფიქრობს ამაზე საპარლამენტო უმცირესობა? როგორ უნდა გავცნობოდი, ხო ვერ მეტყვით. ისე როგორც გავეცანით ჩვენ. არ გამოგზავნიათ პირადად თქვენთან, არ ქონია კონტაქტი სამწუხაროდ თქვენ უფრო მიგიწვდებათ ხელი ამგვარ ინფორმაციაზე, ვიდრე მე. მე სწორედ ამაზე საუბრობდი, როცა კომუნიკაციის პრობლემას გულისხმობდი. მე არ გავცნობი ვარ დოკუმენტს, აქამდეც არ ვიცი ეს დოკუმენტი, ვისგან შედგება, ვიცი თქვენგან, თქვენი კოლეგებისგან, თქვენ ავრცელებდით დღეს ამ ინფორმაციას და აქედან გამომდინარე მე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც გავიგეთ თქვენი საშუალებით, მასმედიის საშუალებით. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც თქვენ ფლობთ, რას ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ამ მოთხოვნებზე? მე სრული წარმოდგენა რო შევიქმნა იმაზე, რა დევს ამ დოკუმენტში, სულ უნდა წავიკითხო ეს დოკუმენტი. სწორედ ამას უსვავდი მე ხას. არ ვიცი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე მე რაღაც ძირეულ შეფასებებს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ერთი რაც შემიძლია, ის თქვენზე დაყრდნობით აღნიშნო, რომ ეს მოთხოვნები ჩემთვის ახალი არ არის, აი იმ ორი ბატონისგან განსხვავებით მე 2003 წლიდან როცა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია განხორციელდა, რომელიც კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება იყო, აი იმ დღიდან მოყოლებული ოცნებობ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილთან ერთად ჩაბარდეს წარსულს და მოვიდეს ახალი ხელისუფლება საქართველოში. ბევრი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხას გაუსვავ, ფიქრობს ერთნაირად, უბრალოდ ამ მიზნის მიღწევის გზები ახლა ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სხვისთვის სხვანაირად ახმული და გაგებული, სხვისთვის სხვანაირად ახმული და გაგებული. ჩვენ თუ ვისაუბრებთ
ჩვენ თუ ვისაუბრებთ ამ სამ პუნქტიან მემორანდუმზე თუ ერთგვარ ხელშეკრულებაზე რომელსაც პარტიებმა ხელი მოაწერეს მე ვფიქრობ მესამე პუნქტიდან უნდა დაიწყოს ამის განხორციელება იმისი რასაც ეს ადამიანები აპირებენ და რასაც ოცნებობს ყველა საღადმოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხას უსვავ მე ვფიქრობ თუ არ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში ვერავით არ გამჭირვალე არჩევნებს ჩვენ ვერ ჩავატარებთ როგორც არ უნდა ვეცადოთ და პირველ რიგში ჩვენ ვფიქრობთ რომ ის საარჩევნო ადმინისტრაციები ის ავაცახსენებელი თარხნიშვილი მთელი თავის ჯგუფით უნდა მოშორდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მთლიანად უნდა შეიცვალოს ეს კანონი აი სწორედ ამას ვფიქრობ ჩვენ და ამაზე ვზრუნავთ და ვფიქრობთ რომ დღე-დღეზე ჩვენ საზოგადოებას წარუდგენთ ჩვენებურ ხედვას ჩემი პოლიტიკური ძალის ხედვას რამდენად იქნება თქვენი ხედვა გაზიარებული ბატონო გიგი საუბრობდა რომ საპარლამენტო ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა იმისა რომ მოახდინოს გარკვეული გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რამდენად იქნება თქვენი მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით გაზიარებული მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენ ხელში არსებობს რომ რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს საარჩევნო ვითარება ქვეყანაში შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა ქვეყანაში. მე აბსოლუტურად დავეთანხმები ბატონ მელაშვილის იმ ლოგიკაში, რომ ახლა ამ ეტაპზე, ამ წუთში არჩევნების ჩატარება ქვეყანაში ცოტა სახიფათოა. რამდენად იქნება სამართლიანი არჩევნების გარანტი დახვეწილი საარჩევნო კანონმდებლობა? ბატონებია, ბოლო კითხვასო. ამ კოდექსით, ამ ადმინისტრაციებით, ამ უზარმაზარი ფულადი რესურსით, მატერიალური რესურსით ახლა არჩევნების ჩატარება იქნება ძალიან წამგებიანი პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. რო არაფერი აღარ თქვათ ოპოზიციაზე. ამიტომ პირველ რიგში საარჩევნო ვითარება უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. თქვენ ნახავთ აუცილებლად ამ დღეებში ჩვენ ეს გავაკეთებთ. ერთ კითხვა მაქვს უბრალოდ ძალიან მარტივი. არ მისულა ბატონ გიორგიმდე ეს მემორანდუმი და მისი პუნქტები, მაგრამ იცის მისი შინაარსი და ეთანხმება სააკაშვილის გადადგომას თუ არ ეთანხმება, ეს ხო ძალიან მარტივი არის. სულ ეხა მე აღვნიშნე ბატონო ზვიად. მე აღვნიშნე ბატონო ზვიად. ეხლა არ მისულა დოკუმენტი, მაგრამ თქვენ საქართველოს გისმენთ ეხლა. თქვენ რატომღაც მაშინ დარწმუნებული იყავით რომ ეს მინდოდა როცა მე და თქვენ 17 დღეს სული ამოგხადა ქალბატონმა ბურჯანაძემ, შიმშილი, სხვათა შორის ქალბატონი ბურჯანაძე წარმოგიდგენთ დღეს ხელს საწერს იმ დოკუმენტზე, რასაც თქვენ საწერთ, ისე რო იცოდეთ ისე, ეს შეხსენებისთვის და მე მგონი ამითი ვარ მე დაკავებული ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით ამ 6 წლის მანძილზე. 6 წლის მანძილზე და ამითი ვარ ახლაც დაკავებული. თქვენ გინდა ჩემგან გაიგოთ მე სუსტ არა, რატო ვერ გაიგეთ რა არის იმაში გაუგებარი. მე ყოველთვის ხას უსვავ იმას, რომ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება უსწრაფესად უნდა შეიცვალოს. მე ამაზე მუდმივად ზრუნავ და ამითი ვარ დაკავებული ძალიან ბევრი ადამიანისგან განსხვავებით. ძალიან ბევრი ადამიანისგან ბატონოგია. დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისათვის პირველი თემის შეკითხვებს გია ცაგარეიშვილი პასუხობდა ბატონ ზვიად. ოპოზიციის ნაწილი ამბობს იმას, რომ ჯობს იმუშაონ, წარიმართოს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით. თავად ხელისუფლებისგან წამოვიდა ცოტა ხნის წინ ამაზე ინიციატივა. რატომ არ გსურთ ჩაერთოთ ეს ინიციატივა წამოვიდა ჩვენახევრის თუ 2 თვის წინ, წამოვიდა ჯერაც არ შეკრებილა ის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ამ თემაზე უნდა იმუშაოს. ესენი ძალიან ცალსახად ამბობენ, რომ ამაზე მუშაობა სჭირდება წელიწადნახევარი, რა ვიცი, 1 წელი თუ რაღაც ესეთ ვადებს ასახელებენ ახლა. ეს არ არის, უნდა გითხრათ, გულწრფელი დამოკიდებულება საკითხისადმი. ერთსაც გეტყვით, არავით არის საარჩევნო კანონმდებლობა რო იყოს, აი, ყველაზე უფრო დახვეწილი, რაც კი დედამიწის ზურგზე შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა. თუ კი თარხნიშვილი ჩაატარებს და თუ კი სააკაშვილი ჩაატარებს ამ არჩევნებს და მერაბიშვილს დაიხმარებს ამ საქმეში, ვერაფერი ვერ გიშველის, მაშინ დამთავრებული ამბავია. არავით არის ობიექტური სასტარტო პირობები, არ იქნება. თუ გადადგა მიხეილ სააკაშვილი, რამდენად გექნებათ ასეთი პირობები? თუ თქვენ უნდობლობას უცხადებთ ამ ხელისუფლებას, პრეზიდენტის მოვალეობას შეესრულებს ამჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენად გექნებათ? სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში ამ ქვეყანაში არ იქნება ესეთი ძალა, რომელიც ასეთი თავხედობით გაბედავს არჩევნების გაყალბებას. ეს არის ძალიან მარტივად დასანახი და ძალიან რეალური ამბავია. ამიტომაც არის ასე შეჯერებული ოპოზიცია ერთ რამეზე, რომ მერაბიშვილები, გამგებლები, იქ ჩემო ბატონო სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები,
მიტინგები, უამრავი თანხა, რომლის მობილიზება ხდება არჩევნების დროს და ბატონი გიგი ტყუილად ამართლებს, მე ვიცი ძალიან კარგად რა დღეში ჩაყარეს ბიზნესი და როგორ გაატყავეს ბევრი მათგანი საარჩევნოდ, როდესაც ფული ჭირდებოდა და რამდენი ფული დახარჯეს. ეს ყველაფერი ამის ორგანიზებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი, არჩევნების მთავარი გამყალბებელი არის მიხეილ სააკაშვილი. ბატონო ზედ, მოდით თეორიულად რომ დავუშვათ. მე მესმის რომ ჩვენ ოპოზიციას ძალიან ესე თქვა მათ გაძლიერებას ხარს უჭერთ, მაგრამ და გვინდა რომ მართლა ღირსეული ოპოზიცია გყავდეს და ძლიერი ოპოზიცია, გონიერი ოპოზიცია, ინტელექტუალური ოპოზიცია, პატიოსანი და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცა ჩვენც ხო შეიძლება ვთქვათ. ჩვენ ხوار წავსულვართ ამ პოლიტიკური სცენიდან და არც წავალთ. ჩვენ შეიძლება ხელისუფლებაში არ ვიყოთ, ოპოზიციაში ვიქნებით ბატონზეად და მე მგონი რომ თქვათ გაიგროს არ გაგატარებინეთ გარზმუნა თამაში. კი, აი მაგალითად სააკაშვილი რო იყოს ახლა ოპოზიციაში სამთვეში დავამხობდა საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე თავად ხელისუფლებისგან წამოსულმა ინიციატივამ ხომ არ გააჩინა ეჭვი იმისა რომ ვიაც მინდა უთხრა რომ ერთი რამ. აი ხლა იყო მაგალითები იმისა და ძალიან ბევრია. პოლიტიკა ესეთი რამ არის რომ შენი ოპონენტი შემდეგ გავიდეს შეიძლება წლები, შეიძლება გახდეს შენი თანამოაზრე, აგერ იყო მაგალითების ხალხი რომელიც ძალიან დაპირისპირებული იყო დღესაც. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ არ შევქმნათ ესეთი გარემო, როდესაც ყველანაირ პერსპექტივას თანამშრომლობის ხაზს გადაუსვამთ. მე ამას გულწრფელად ვამბობ და ყოველთვის ასე ვიყავ. ჩემი პრინციპი ის კი არ იყო ყოველთვის ვინმესთან კარგად ვიყო. მართლა უნდა არსებობდეს ისეთი პოლიტიკური გარემო, როცა შესაძლებელი იქნება დასხდნენ პოლიტიკოსები კი არ დაკლან ერთმანეთს. დაილაპარაკონ და რაღაც გავწყვეტონ. მე ვფიქრობ რომ არსებობს და იგივე ხა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხა შენიშვნები იყო ძალიან ბევრი და ალბათ ესეთი პროცესია მუდმივად ჭირდება დახვეწა შესტომებია თუ ხარვეზებია მოვიდეს ეს ყველა მსურველი არ ვიცი ვიად იქნება თუ სხვა რაიმე წინადადები და არასდროს უარი არ უთქვამს დღეს ყოველ შემთხვევაში აი ბოლო პერიოდში წამოყენებულმა ინიციატივამ საარჩევნო კანონის დახვეწაზე ხომ არ გააჩინა ეჭვი იმისა რომ ხელისუფლება თავად ემზადება ვადამდელი არჩევნებს ეს მოსაზრებას გამოიყო ბოლო პერიოდში რა პრეზიდენტი დადის იქ თქვა საწარმოს გახსნაზე ჩავიდა იქ რეგიონში ჩავიდა იქ სამუშაო ადგილების შექმნაზე რაღაცა განცხადებას აკეთებს დღეს მოინახულა რაღაც ახალი ინვესტიცია და ეს მართლა ის პრობლემებია რომელსაც პრეზიდენტი უნდა დადიოდეს რა თქმა უნდა და უნდა იყოს აქტიურად და ხელისუფლებაც უნდა დადიოდეს ხალხსაც უნდა ელაპარაკებოდეს იმიტომ რომ რეალურად არსებობს ჩვენზე რთული მდგომარეობაში აღმოჩნდა ბევრი განვითარებული ქვეყანა და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ თუ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს თუ უკეთეს ბიზნეს გარემოს ახლა არ შევქმნით თუ ხალხს არ მივცემთ იმის საშუალებას რომ სამუშაო ადგილები არ დაიკარგოს და რაღაც ეკონომიკა წინ წავიდეს და ინვესტორი კი არ დავაფრთხოთ არამედ მოვიზიდოთ საქართველოში და მომუშაოთ არჩევნები ამ წუთას ამას ხელს არ უწყობს. აი ეს არის ჩემი ლოგიკა. რა თქმა უნდა, მათ აქვს თავისი მოსაზრება, მე ძალიან კარგად მესმის ეს და კიდევ ერთს კიდე იქნება. შესაძლოა რამდენიმე წუთით. ეს არის კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა გვაქვს მოძრაობა სამართლიანი საქართველოს წევრი შოთა გვენეტაძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვას. ბატონ შოთა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის მოგესალმებით. ბატონ შოთა თქვენი მოძრაობის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დეკლარაციის შემუშავებამდეც არ შეუერთდა ოპოზიციის ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს. რა გახდა ამის მიზეზი? დიახ, ჩვენ გვქონდა ამაზე მსჯელობა. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რაც შეიძლება დროზე წავიდეს მმართველობიდან და იმისთვის, რომ საქართველოს გქონდეს პერსპექტივა განვითარების, საქართველოს დღეს ამ ხელისუფლებამ იმ საბრძოლო მოქმედებებში ჩიხში შეიყვანა რეალურად და დღეს ქვეყანა იმყოფება ჩიხში. ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვაკეთებთ მუშაობთ სხვადასხვა ჯგუფებთან მოსახლეობასთან იმ გეგმებზე, იმ საომავლო მოქმედებებზე, რომელსაც ჩვენ დავგეგმოთ. ჩვენ ერთ რამეს ვპირდებით მოსახლეობას, რომ ჩვენ არასოდეს არ წავალთ დინების საწინააღმდეგო და ამას შემდგომ გავმარტავ რას გულისხმობ და არ მივატოვებთ საზოგადოებას და ხალხს შვა გზაში და საქმეს არ შევწყვიტავთ. ჩვენ ამას როდესაც ვსაუბრობთ და თუ რატომაც არ მოვაწერეთ ხელი, ამას კიდევ ერთხელ გავმარტავ ძალიან დეტალურად. დღეს საზოგადოება არ არის, ასე ვთქვათ, მომზადებული და ჩამოყალიბებული სააკაშვილის 100%-იანი გაშვებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საზოგადოება ამაში დარწმუნდეს იმ პრობლემებში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ჩვენ ამას გავმარტავთ საზოგადოებას და მხოლოდ ამის შემდგომ წავა სააკაშვილი, ამის შემდგომ
დაეწავა სააკაშვილი და ეს ხელისუფლება მმართველობიდან და სააკაშვილი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გეტყვით არც ერთ შემთხვევაში არ წავა რაიმე ტიპის დეკლარაციაზე ხელის მოწერის შედეგად ხელისუფლებიდან საზოგადოებას მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად სამართლიანი მათი აზრის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ ჩვენ ყოველთვის აი ეს არის ჩვენი პასუხი თუ რატო ამბობდა დღეს რომ საზოგადოების დაკვეთა არ არის რა გაძლევთ ამის მტკიცების საფუძველს ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს საზოგადოებრივი აზრი რომელიც ქვეყანაში ყალიბდება და ჩვენ ამ ინფორმაციაზე ხელი მიგვიწვდება და ეს არის ეს მდგომარეობა დღეს საზოგადოება რომ იყოს ამისთვის მომზადებული ჩვენ ვიქნებოდით ამ პროცესების ავანგარდში და ჩვენ ამას გავახორციელებთ ბატონო როდესაც საუბრობთ საზოგადოების დაკვეთაზე მეტი ახსნა საქართველოს ჭირდება მეტი დემოკრატია საქართველოს ჭირდება მეტი ტელევიზიები ეს ინფორმაცია თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ შევიდა ქვეყანა ჩიხში ამას ჭირდება თითოეულ ადამიანამდე მიტანა და ამის შემდგომ გადაწყდება ეს პრობლემა აი ეს არის საკითხი რას უხსნით საზოგადოებას რა არის ჩიხიდან გამოსავალი ჩიხიდან გამოსავალი არის ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია საუბარი ჩვენს მეზობლებთან საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებთან პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე აი ეს არის ის პრობლემები ბატონო შოთა როდესაც საუბრობთ საზოგადოების დაკვეთაზე საინტერესოა თქვენი მოძრაობის მიმართ რომელშიც არიან გაწევრიანებულნი ხელისუფლებას გამიჯნული მაღალჩინოსნები რა ნდობა აქვს საზოგადოებას ხელისუფლება ბატონი ზურაბ-ნოღაიდელი მეც ასე ვთქვათ ვიყავით ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩვენ მათ შორის პეტრე მამრაძეც რომელიც ასევე არის პეტრე მამრაძეც ქმნით ქვეყანას ქმნით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანა მიდიოდა წინ და ეს ყველაფერი დღეს ჩავარდა ასე ვთქვათ კრიზისულ მდგომარეობაში და შევიდა ყველაფერი ჩიხში და ეს არის პრობლემა ჩვენ ამას ჭირდება დრო ამას ჭირდება დანახვა და ის საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობა რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არის და ამ ხელისუფლების მიმართ არის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის პრობლემა რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა უნდა მოაგვაროს და ამას ჭირდება მეტი განმარტება ამას ჭირდება მეტი მუშაობა რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად ძალიან დიდი მადლობა გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის შოთა გვენეტაძე მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს ჩვენ რამდენიმე წუთში უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ გადაცემა და კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვათ ძალიან ცხარე კამათი გამოიწვია რუსეთის თემის წამოწევამ ბატონ ზვიად ერთი ძალიან საინტერესო საკითხი რუსეთი აქამდეც იყო და დღესაც არის რეალური საფრთხე ქვეყნისთვის მეთანხმებით ალბათ ამაშიც. იმ შემთხვევაში თეორიულად დაუშვათ თუ დაინიშნა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც დღეს ითხოვენ მოქმედი ხელისუფლების შეცვლას. თქვენ პირადად რა პოლიტიკას აირჩევდით იმისათვის, რომ ასეთ ვითარებაში, რა სურათიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, ვითარება დარეგულირდეს? ჩვენ ძალიან კარგი კითხვაა და დიდი მადლობა ამასთან დაკავშირებით მეც მინდოდა ჩემი მოსაზრება გამომეთქვა და გეტყვით ერთ რამეს. ხელისუფლება დღევანდელი აცხადებს, რომ ჩვენი ორიენტაცია არის დასავლეთის მიმართულებით და იმ ღირებულებების მიმართულებით, რომელიც არის განვითარებულ ქვეყნებში, ნატო, ევროსტრუქტურებში გაერთიანება და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ თუ რა ხდება ქვეყანაში, სულაც საპირისპირო რაღაცებს ხედავთ. ანუ ხდება ენერგოობიექტების, ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტების, მაგალითად თბილისის წყლის და ასე შემდეგ ამ ობიექტების რუსებზე გადაცემა. ხდება ის, რომ რუსებზე კიდევ რაღაცა ტერიტორიების ჩაბარება ხდება, ეს რაც შედეგი მივიღეთ, რომელზედაც ჩვენი იურისდიქცია არ ხორციელდება და უკვე რუსები აპირებენ იქ უკვე ოფიციალურად გადაფორმებასაც ამ ტერიტორიების. ხდება არაღიარებული ტერიტორიების ამდენი ხნის განმავლობაში აღიარება და ხდება რუსული ინტერესების კიდევ უფრო მეტად ზემოთ წამოწევა. საგარეო პოლიტიკა იმ შემთხვევაში თუ მოგიწევთ საარჩევნო პროგრამების წარდგენა საგარეო მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ხელისუფლება ქალბატონო ნათია აკეთე ლაპარაკობს პროდასავლურ ღირებულებებზე და ყველაფერს აკეთებს პრორუსულად. მე გეტყვით რომ ჩვენ ოპოზიციურმა პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არაერთხელ მოვაწერეთ ხელი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასთან ერთადაც პარლამენტში სადაც სწორედ დასავლურ ფასეულობებზე და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტაციას უსვამდით ხაზს. ნატოში ინტეგრაციაზე სიტყვით ლაპარაკს, ჩემის აზრით, ალბათ იმის შემდეგ რაც ჩვენ ხელისუფლებას შევცვლით პირველ რიგში, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია, ადამიანის უფლებები, რეალური თვითმმართველობები, საკერძო საკუთრების უფლებების დაცვა, ეს არის ყველა ის საკითხი, რომელიც გადაწყვეტის გარეშე შენი დასავლეთზე, ნატოზე, ამერიკასთან მეგობრობაზე, რამდენად მოახერხებთ იმ სურათის შეცვლას, რაც არსებობს ქვეყანაში. იმ შემთხვევაში
თუ საქართველოს შეინარჩუნებს იმ ღირებულებებს და იმ ორიენტაციას, რაც აქვს აღებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ, რუსეთთან დაძაბულობა მუდმივად იქნება და იმ შემთხვევაში შესაძლოა ალბათ დადგეს დიალოგის საკითხი, თუ კი საქართველოს თავად დააყენებს ეჭვს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამის გარეშე, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში, როდესაც ეს სამი საკითხი არის ხელშეუხებელი, თქვენ მეზობელ ქვეყანასთან დაალაგოთ ურთიერთობა? ამიტომ არის პასუხისმგებელი ქვეყანაზე, რომ რაც არ უნდა დაძაბული იყოს ურთიერთობა მეზობელთან, ეს საკითხები ომში არ უნდა გადაზარდოს. რაც არ უნდა დაძაბული იყოს, მან შეინარჩუნოს ის პრიორიტეტები, რომელი პრიორიტეტებიც მისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რეალურად რა მოხდა? ამას მინდა ხაზი გავსვა. რეალურად მუდმივად ლაპარაკი იყო ნატოზე, ევროკავშირზე, ამერიკაზე, არაფერი ფასეულობები იმ მიმართულებით არ გაკეთებულა, არ შექმნილა ქვეყანაში და რეალურად რუსეთთან დაპირისპირებით ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხა ხელისუფლებამ წყალი. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, აშკარად არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით გადაიდგმება ნაბიჯები იქეთ, რომ ევროპულ სტრუქტურებში დასავლურ ღირებულებებთან იყოს საქართველო. თქვენ გაქვთ მოსაზრებები თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, რატომ არ შევაზობთ და რატომ არ გსურთ ამაზე ხელისუფლებასთან დიალოგი? ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის საყოველთაოდ ცნობილი და მაშინ, როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხელისუფლება არის პასუხისმგებელი და უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ დღესაც, როდესაც გააფუჭეს საქმე, დააქციეს ქვეყანა 50,000 დევნილი მოუმატეს, ჩააბარეს კიდე ტერიტორიები, დღეს ლაპარაკობენ. არაფერი არ მომხდა ქვეყანაში და მოდი ვილაპარაკოთ სოციალურ პრობლემატიკაზე და კონსოლიდაცია ამ თემის ირგვლივ გქონდეს. ანუ გეუბნებიან, რომ მოდი ისევ ჩვენს ირგვლივ გავაკეთოთ კონსოლიდაცია და კიდე ჩვენ ბატონ გიგის მივცეთ კომენტარის საშუალება და დავასრულოთ გადაცემა. არავით არის ნდობა არსებული ხელისუფლების მიმართ. არ გააჩნია არც პოლიტიკურ ოპოზიციას, მე მესმის, რომ ბატონ გიგის ძალიან მოწონს ის ოპოზიცია, რომელიც პარლამენტშია, პატა დავითაიას კომისიის მუშაობა ძალიან მოწონდა ალბათ. საინტერესოა ასევე რანდობა აქვს ოპოზიციას ბატონი ზუია. იმ მხარდამჭერებისგან, რომლებიც შარშან თქვენთან ერთად იდგნენ აქციებზე. მე შარშან იდგნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შარშან წინ კიდე ვიღაცა იდგა, მაგრამ ადამიანი, რომელიც უკვე მათთან არის ალიანსში და მათთან არის შეკრული, ეს ახლა შარშან რო ჩვენთან იდგა, ეს არ არის მისთვის არავით არის გამართლება ამას არ არის. სწორედ ჩემი აზრით ახლა ის რაზეც პაცემული ზვიადი საუბრობდა ასეთი ნეგატივისტური დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და არ აძებნა იმისა, რომ სად შეიძლება ჩვენ მეტი გავაკეთოთ, მეტი გავაკეთებინოთ თუნდაც ხელისუფლებას. ოპოზიციის ამოცანა ეს არის. რაც შეიძლება მეტად აიძულოს ხელისუფლება მიმართულებებით, რაც არის დემოკრატიის გაღრმავება, ეკონომიკა, სოციალური სფერო, მუშევრობა, ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ ბევრი სხვა რომ აიძულოს ის უკეთ მუშაობდეს. ამიტომ მე საერთოდ მიმაჩნია პასუხისმგებელი ხელისუფლება არ შეიძლება დეკლარაციების ხელმოწერის შემდეგ გადადგეს და წავიდეს. ამ ხელისუფლებას სწორედაც ერთი წუთით რა გავდა ამ ხელისუფლებას და სააკაშვილს სწორედაც აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ აი ეს ურთულესი სიტუაცია რაც შეიქმნა აი აქედან ქვეყანა გამოვიდეს ამ ჩიხიდან, გამოვიდეს ამ რთული მდგომარეობიდან და გამოვიდეს მართლა ბრძოლით. და ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ამ ბრძოლაში მოდი დავაახლოვოთ პოზიციები. გამოვიდეთ იმით რომ ხა როგორ ამხელა საფუძველი შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სრულად ახალი თანამშრომლობის. მე გუშინ წინ დავბრუნდი ბრიუსელიდან და ჰოლანდიიდან, სადაც ხვდებოდით ძალიან ბევრ პოლიტიკური ძალიან სერიოზულ ლიდერს, პოლიტიკური წრეების სწავლობდა ევროკომისიონერებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ აბატონი სანდრაც იყო და ეს სხვაებიც. იქ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს მისამართით და რა თქმა უნდა სურვილი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამაც, ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც პირველ რიგში და საზოგადოებამ კარგად გაიაზროს ყველამ თავისუფალი პასუხისმგებლობა. ეხლა იწყება ახალი მიმართულება. ბატონ ზუიაც ვეტყოდი, აღმოსავლეთის პარტნიორობა ასე ქვია ამას, სადაც სრულიად ახალი პერსპექტივები იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, და ამისთვის არის გარკვეული პირობები. ეს არის ჩვენს ქვეყნის შიგნით სტაბილურობა, უფრო მეტი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეთ და არა ავრიოთ სიტუაცია. მე რატომ თქვი ხარ რუსეთი ჯერთი მას გამოვეხმაურებ ხა რუსეთამ ენგურის თემა რაღაც ატაცებული ჩვენ პარლამენტში ქონდა ძალიან ისეთი დებატები, მკაცრიც და ოპოზიციაზე არანაკლებ წავედ დაუსვით კითხვები ენერგეტიკის მინისტრს, მაგრამ ხო გაირკვა ასეთი რამ, რომ დღეს გაცილებით მეტი გარანტია ქვეყანას რუსეთის მხარემ კომპანიამ მოაწერა ხელი, რომ ეს არის საქართველოს საკუთრება, საქართველოს 100%-იანი წილი და მეტი გარანტია იქამდე, ვიდრე საერთოდ არ იყო არანაირი ხელშეკრულება დადებული. ეს არის ძალიან გადავაცილეთ ჩვენთვის განკუთვნილ დროს. რუსეთის თემა რაც მინდა ვთქვა, რას ქვია პრორუსული დამოკიდებულება. ვისა პრორუსული დამოკიდებულება, ძალიან დიდი ბოდიში ზუსტად. ძალიან ბევრი ილაპარაკე რა, ერთი წუთი. მე რა მინდა ვთქვა, რომ რუსეთთან მიმართებაში არავისკენ ჩვენ სხვა შორის ხელს არ ვიშვერ და არც აგენტს არავის არ უძახებს და ნუ სხვავენ ურავის დაუძახებს და დააბრალებს პრორუსულ პოლიტიკაზე. რა პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი, როცა რუსეთი გახდა სამწუხაროდ მტერი ამ ქვეყნის და ნუ პირველ რიგში ბუნებრივია ხელისუფლებისაც. ამიტომ
ჩვენ რას უსვამთ ხას რომ ის რაც ამ წუთას შენი ქვეყნის მტერს უნდა და რა რიტორიკითაც საუბრობს იმას გავაცინებ და ის თამაშს ვითამაშებთ. ეს არის მას უნდა ამ ქვეყანაში არის სიტუაცია. ავრევთ ამას. არის საჭირო კონსტიტუციური ვადები 2010 წელს მოდის არჩევნები ერთი ადგილობრივი, შემდეგ საპარლამენტო, შემდეგ საპრეზიდენტო. კეთყვით მოიგეთ საქმე. ჩვენ არა გვაქვს ილუზია, მე მინდა ფორმებზე გითხრათ რომ არა გვაქვს ილუზია თავატონ ნათია რომ დეკლარაციის ხელისმოწერის შემდეგ უნდა გქონდეს. მიხეილ სააკაშვილი გადადგება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი როგორ უნდა გადადგეს, ამის რეცეპტი აქვს ოპოზიციას, ამის რეცეპტს მივაწოდებთ საზოგადოებას უმოკლეს ხანში, იმიტომ რომ ჩიხი, რომელზედაც ბატონი გიგი ლაპარაკობდა, ეს ჩიხი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები, კიდევ ერთხელ გეუბნებით ბატონ გიგი, მოიკითხეთ თქვენსკენ. ჩვენი გადაცემა დასრულებულია ბატონო გიგი. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ გიგი წერეთელი და სინა ციციკური, დიდი მადლობა. ამისკენ მოგიწოდებთ რომ ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გიგი, დავასრულეთ ეთერი. ზურა ძიძიგური და გიგი წერეთელი გახდნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. პირველი თემა დასრულებულია. მე სამშაბათამდე ზუსტად 23 საათამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.